მოდით განვიხილოთ მითი და რეალობა ვაქცინაციის შესახებ. მითია, რომ ბავშვმა უმჯობესია ბუნებრივად ვაქცინაციის გარეშე გამოიმუშავოს იმუნიტეტი. სინამდვილეში, ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის სიკვდილი. ვაქცინაცია კი უსაფრთხო დაყალიბებს ბუნებრივ იმუნიტეტს. მითია, რომ ვაქცინაცია იწვევს სახიფათო გვერდით მოვლენებს. რეალურად თითოეული ვაქცინა გამოყენებამდე გადის მრავალწლიანი კვლევისა და გამოცდის ეტაპებს. მათი უსაფრთხოება მკაცრად მოწმდება, როგორც წარმოებამდე, ისე გამოყენების შემდეგაც. სუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის სიცხე, ნაჩვენების გაწითლება ან გამაგრება, ბუნებრივი და დროებითი რეაქციებია. ეს მიუთითებს, რომ ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს. მითია, რომ ვაქცინის გაკეთება გაციების დროს დაუშვებელია. სინამდვილეში სურდო ან მსუბუქი გაციება უმეტეს შემთხვევაში არ არის ვაქცინაციის გადადების მიზეზი. მითია, რომ ვაქცინა იწვევს აუტიზმს. ეს მითი საფუძვლად დაედო ყალბკვლევას. მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. ვაქცინაცია არის სრულად უსაფრთხო და გვიცავს სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებისგან. მითია, რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს უშვილობას. სინამდვილეში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არამხოლოდ არ იწვევს ქალის უნაყოფობას, არამედ იცავს მის ჯანმრთელობას, საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კიბოს წინარე მდგომარეობებისგან. ვაქცინა ფართოდ და უსაფრთხოდ გამოიყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ გადაარჩინა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ესაუბრეთ თქვენი ოჯახის ექიმს, დაიცავით თქვენი შვილი. ვაქცინაცია იწყება დაბადებიდან.